ნიშნულოვანი მოვლენები, რასაც უნდა მიაქციო ყურადღება, მოგესალმებით, ძვირფასებო. არაფერი არ ჩავიფიქროთ. ნიშნულოვანი მოვლენები, რომელსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. საკმაოდ ემოციურ პერიოდში ხართ, როგორც ჩანს. რაღაცას ძალიან განიცდით, ემოციურად განიცდით, გაქვთ გადაღლილობა საშინელი. რთული პერიოდია ბევრისთვის ამ ეტაპზე, ამასთან ერთად ჩანს, რომ რაღაცასგან ელოდებით ისეთ რაღაცას ვიღაცისგან ან რაღაცისგან ელოდებით, აი რაც უნდა 50-50-ზე იყოს, ან აბსოლუტურად 380 გრადუსით შეცვალოს რაღაცა რეალური საქმე, ურთიერთობის ასპექტი ან ფინანსების საკითხი. რთული პერიოდია ცოტა თქვენთვის. პიკში ხართ, პროცესების პიკში. პროცესების პიკია, მეგობრებო, გაითვალისწინეთ. ახლა რაღაცა ლოდინი, რომელიც გრძელდებოდა გლიდა, სრულდება. მატერიალურ ფინანსურ თემაში თუ ხართ და ეს არის სადაც დარდობთ, ხო? ნუ დარდობთ, აქ ყველაფერი დალაგდება, გამოსავალს იპოვით და განმარტოება გჭირდებათ, ვიტყოდი, რომ დაბალანსირდეთ. რომ ამ ემოციებში, ამ ნეგატიურ ემოციებში არ დარჩეთ. მოულოდნელად რაღაცა ამბავი მოდის, რომელიც გაბალანსირებს. და ასევე ბევრთან საჭიროა საკუთარ თავში ჩაღრმავდეთ რაღაცნაირად უფრო გაუმკლავდებით შიშებს, ვიცით, რომ მიხვდებით, რომ ემოციებს არ უნდა აყვეთ. მიაქციეთ ამას ყურადღება, ემოციებს არ უნდა აყვეთ არავითარ შემთხვევაში. და ასე გაუმკლავდებით შიშებს. ემოციური ფონი შეიძლება იყოს რაღაცა მაგიური ფონის ვარიანტიდანაც. ბალანსირდებით, მეგობრებო. ემოციებს ნუ აყვებით.